საღამშვიდობის ყველას ჩემო კარგებო, როგორ ახართ? იმედი მაქვს, რომ კარგად ახართ. ჩვენ ძალიან კარგად ავართ. მოკლედ დღეს 14 თებერვალია და არის ვალენტინობის, ანუ სიყვარულის დღე, მოგეხსენებათ. მართალი გითხრათ, არაფერს არ ვაპირებდი, მაგრამ ანდრიასი მოვიდა. არც კი უთქვამს, რომ ადრე მოვიდოდა სამსახურიდან და დღეს მოვიდა ადრე, მე გავემზადე და მოკლედ ახლა გვინდა რომ აქვე ჩვენთან მდებარე ვიეტნამელებში წავიდეთ და უბრალოდ ვახშამი მივირთვათ და შემდეგ ანაბელი თუ ჩვენი პატარა შესაძლებლობას მოგცემს, იქვე მდებარე კაფეში შევიდეთ და ყავაც დავაყოლოთ. მოკლედ თქვენც წამოხვალთ ჩვენთან ერთად, რა თქმა უნდა. ეხლა მინდა გაჩვენოთ თაიგული, რომელიც ანდრიასმა დღეს მე მომართვა. ძალიან გამეხარდა. საერთოდ, როცა არ ელოდები ადამიანი და თაიგულს მიიღებ მეუღლისგან, ეს რა თქმა უნდა ძალიან სასიხარულოა. ყოველთვის მოაქვს ხოლმე ჩემთვის ანდრიას თაიგული, იცის რომ ძალიან მიყვარს, როგორც დაბადების დღეზე, ასევე სიყვარულის დღეზე. მოდით ახლა გაჩვენებთ აი ამ თაიგულს. ნახეთ ჩემო კარგებო, რა ლამაზი თაიგულია, ძალიან გამეხარდა. აი ძალიან, რო რაიმეს არ ელოდები და მიიღებ, ეს არის ყველაზე დიდი სიხარული, ვფიქრობ და არა ის რომ ადამიანი მოლოდინის მოდუსში ხარ. ძალიან მიხარია. ნახეთ რა ლამაზი თაიგულია. როგორ მიხარია. მოკლედ, ეხლა წავედით. ანაბელი გამზადებულია, ჩვენც გამზადებული ვარ და როცა შევალთ ვიეტნამელებში, იმედი მაქვს ცოტას მაინც გადავიღებთ. რამდენად შესაძლებელი იქნება. ესე გამოიყურება ანაბელი, რომელიც ეხლა გამოაწყო დედიკომ და აი ესეთი ლამაზი მიკი მაუსიანი ზედა ჩააცვა, ხო დედიკო? ნახე რა ლამაზი ზედა გაცვია, დე? წავედით? წავედით? ვიზე იმოთ სიყვარულის დღე, დე? წავედით. წავედით. წავიდეთ დედიკო, წავედით საჭმელად. ვიზე იმოთ სიყვარულის დღე, დე? რა ლამაზი ხარ, დე? მაჩვენე რა ჩაგაცვა დედიკონამ. ეხლა გამოვუცვალე. რა ლამაზი მინი მაუზის ზედა გაცვია, დე? როგორ გიხდება, დე? დედიკო, წავედით? წავიდეთ? წავედით გარეთ, ჩემი ლამაზი, გამიცინე? გავიცინე დედას? ანაბელ, დაიღალე, დაიღალე დედიკო. გეხუტუნა დედამ გულში. გამიცინე დედიკო. დედამ გეხუტუნა გულში. ჩემი ლამაზი, გაიცინე დე? ჩემი ერთკბილა. ჩემი ნახევარკბილა, ვინ არის დე? ნახევარი კბილი რო გაქვს ჯერ. სად არის აკა? აკა? ვიდეოს ამ ნაწილში ჩემო კარგებო თავგამოდებით ვსაუბრობ და გიყვებით, რომ ვიეტნამელებში ვახშამი ძალიან გემრიელი იყო და საკმაოდ ლამაზი საღამო გავატარეთ ჩვენ სამმა და ეხლა მართალია გვინდოდა რომ აქვე მდებარე თურქულ კაფეში შევსულიყავით, მაგრამ ანაბელი ძალიან დაიღალა
და არ გვინდა რომ ბავშვი გავაწვალოთ და ეხლა სახლში მივდივარ, მანამდე კი დემში გვინდა რომ გავიაროთ, მაგრამ ჩემი ხმა არ ჩაიწერა, რადგან slow მოდუსზე დამეჭირა ხელი და ეხლა მიწევს აი ვიდეოს ამ მონაკვეთის გახმოვანება და იმედია გამიგებთ. ნუ რას ვიზამთ, ასეც ხდება ხოლმე, ადამიანები ვართ და შეცდომები მოგვდის. დემში უკვე შემოვედით შემოკარგებო, როგორც ვიდეოდან ხედავთ, რაღაცები გვინდა ანაბელისთვის ვიყიდოთ და აქედან პირდაპირ სახლში მივდივართ. მოკლედ შემოკარგებო, ეს წუთია, რაც სახლში შემოვედით. ხო დედიკო? დაოქნიე დედიკო ხელი დაოქნიე. ეხლა მოვედით, ბელე ძალიან დაიღალა და მოკლედ იმედია რომ ყოველს ლამაზი ვალენტინობის და სიყვარულის დღე გქონდათ. ყველანი ძალიან გვიყვარხართ მე და ბელეს. მომავალ შეხვედრამდე თქვენი მაკა, კარგად. მაკას დაუძახე? მაკა. კაკა. მაკა. კაკა. იცეკვედე? ესეც ჩვენი ტირამისუ. ვის გიყვართ ტირამისუ, დაწერეთ კომენტარებში. მე ძალიან მიყვარს. ვიდეოში რაიმეს მირთმევაზე მანდა მაინც არ ვგიშდები და არ მომწონს, მაგრამ დავაგემოვნოთ. ძალიან გემრიელია. ვისაც გიყვართ ტირამისუ და მიირთმევთ, გემრიელად მიირთვით. დღეს კი შემოკარგებო, მოდით აქ დავამთავრებ ჩემს ვიდეოს. საკმაოდ პატარა ვლოგი გამოგვივიდა ვალენტინობის, მაგრამ არა უშავს. გისურვებთ მშვიდობიან საღამოს, ყველანი ძალიან მიყვარხართ. თქვენი მაკა დროებით მომდევნო შეხვედრამდე. ნახვამდის.